მე ჟურნალისტი ზვიად რუაძე ამჯერად გურჯანელ დავით ჩაფაშიძე გიამ, რომელმაც თვითმფრინავი თავად გააკეთა, მაგრამ ცაში დღემდე ვერ აფრენილა. იაპონური მანქანის ძრავია, საავტომობილო ძრავი, შეუნური, მიცუბიში. ლიტრაჟი არის 2 და 4, 16 სარკელიანი, 162 ცხენის ზავა, სიმძლავრე 3 ლიტრი. შენელოს პროცესში ეს ელექტროობა მაქვს. მოსაწესრიგებელი ელექტროდაყრდნობა. ხელსაწყოების ჩართვა. ძრავი გამოცდილია, დაკოქილია, მუშაობს იდეალურად, ყველაფერი ნორმალურად. ვაწესრიგებ თლიან აპარატს, სავარძლები დავაყენო. მე თუ მასალა მოვიძია რაღაც კაბინას შემინვას გავუკეთებ ორცდეკლოთ. პლექსიგლასი დაიწყება. სადაც ერთი საშუალო მანქანის ფასი დაჯდა რა, რომ მოვიანგარიშოთ ეს. შეგავათი მაქვს, რომ კონსტრუქტორის მე ვარ, ამ სკოლის ზენკარიც მე ვარ, ფინანსისტიც, საწყობის გამგეც, პილოტიც, გამოცდილიც და რა. როგორც კლასიკური ერთფრენაში რევერსული ბიჯის ხრახნი აყენია ნაცისად უბრალოდ რეაქტიული მომენტის ჩასახვა. ავიაცია ბავშვობიდან იმიტაციებდა წმინდა ფრინავ გამოსულიყარ, მაგრამ იდეა ვერ გამახორციელეს ჩემი მიზანი და გადავწყვიტე საკუთარი კონსტრუქციის ფრინავის აგება. პირველი კონსტრუქციული ნახაზი, ასე ვთქვათ, ესკიზები, მე-7 კლასში ვიყავ სკოლაში, რომ დავდიოდი რაღაც, მაშინ შევქმნი. ვერ განვახორციელე, იმიტომ რომ სკოლა რაღაც. პლუს კიდე აქვს მაშინ და მაშინ არ ვიყავ ისეთ გაცნობიერებული ავიასაქმეში და ისა, როგორც ახლა. ეს ავიაცოვანათლება არაფერი არ არის. ჩემი და ლიტერატურა მოვიძი, სპეციალისტებს ვეკითხებოდი რაღაც, რაც ჩემთვის საინტერესო საკითხები. დავდიოდი სკოლის პერიოდში ავიამოდელისტად წრეში და იქიდან თეორიულად, ასე ვთქვათ, ანაბანას დავეცანი ავიაცია. პირველი სერიოზული ნამუშევარი იყო 2 ადგილიანი ვერტფრენი, რამე თუ ეს ესეთი აპარატია, საკმაოდ რთული აპარატია, მაგრამ მანევრირულია, არ სჭირდება პეთილმოწყობილი ასაფრენ დასაჯდომი ზოლები ან აეროდრომი რაღაც, ნებისმიერ ადგილზე შეუძლია დაჯდეს იმ ხელადზე, რამ ხელა ადგილზე თვითონ დაეტევა. ჩემი ერთფრენის კონსტრუქციის ჩონჩხი კარკასი, რომელიც კიდე მაშინ შავ-თეთრი ფოტოგრაფია იყო და ჩემი ხელით არის გადაღებული. მექანიკურ ქარხანაში მუშაობდი, ხარატად მუშაობდი რაღაც 12-13 წელი. და რადგან დღის უმეტეს ნაწილს იქ ვატარებდი, გადავწყვიტე, რომ წამეღო იქ და სახელოსნოში ცეხში. თავისუფალ დროს გამოკეთებდი ნახე. ეს უკვე თან სრულყოფილი უკვე შეღებული არის დიზაინი, შექმნილი კაბინა, მოსაწყობი, დასახურია ორცდეკლოთ და კარკასი შეიქმნა. იყო სერიოზული შეხედულებებიც, იყო ირონიული მზერაც, დაცინები. ზოგი სერიოზულად თავითქონ და ზოგი წევანით აუნიშნე ირონიით, რომ არაცუდი, რა უბრალოდ მაინც დაცინოთ, რომ არ ვერ წარმოედგინათ, რომ შეიძლება და თვითნაკეთი საფრენი აპარატი შექმნა. ზოგი მეუნდა რა კარგ სახნავს აწყობს, რა კაი ტრაქტორია. ბენზინს ვერ დაწვამს, გაზზე გადააკეთებ, შევეცდები ბალონებს დავაყენებ მეთქი, რაც არ ვაყენებ მეთქი, ზოგ ბომბები არ ეგონებს და არ მესროლონი. რა ესე ხუმრული რა. ჯერ მშობლები და დავწოთ უარყოფითად შეხვდნენ. აუ თავგეს დაიმტრევდა, ახლა ეხლა ვაკლია და მეტი საქმე არ აქვს ისა. მე ვთხარი, მე ამით გატაცებული ვარ და მე რამეს რო ვაკარკუნებ და ჩხირკედელოს, ამით ვისვენებ მეთქი და ეგ არის ჩემი ჰობი და გამანებეს თავი ასე ვთქვათ, შემეცნე და
ოჯახის წევრები ახლა მეუღლე და შვილები ახლა არის. უფროსი ვაჟი მე ხმარ ახლა გატაცება რო თქვა ავიაციით არა, მაგრამ საერთოდ ტექნიკა უყვარს, განსაკუთრებით ავტომობილები და რაც ავტო საქმე შეეხება. მაშინ არ ვიცოდი, როცა შევხვდი და გავიცამე, თუ ესეთ რამე საკეთებდა და აპირებდა. არც მქონდა დაწყებული, მერე დაიწყო. 27 წელი შეგვისრულა ახლა განაცხოვრების. თავიდან არ ამჯერებდა თითქოს. არ მეგონა რომ მიაღწევდა ამას და მივიდოდა აქამდე რომ საბოლოო სახე სერიოზული სახეს მიიღებდა და ამ ეტაპამდე მივიდოდა და თითქმის დაწინებული ვარ. პირველად რა თქმა უნდა ახლა თავისებურად შიში გეუფლება ეს რიაც ახლა თვითფრინავში ყველა ჯდომი ვარ და იქ ისეთი შეგრძნება რაღაცა რომ არც აქვს სიმაღლე შიში და გზავრებთან ერთად ის კომფორტი და რაღაც ისა, მაგრამ აი ეს რია ესე ვთქვათ ცის მოტოციკლეტი როა გაკეთებული და როიტყვან ერთ ჩონჩხზე თუ რაღაცაზე ზიხარ და რაღაც გაკაებს შიში, მაგრამ შიში დაძლია შემდეგ იმ შთაბეჭდილება და იმ შეგრძნებებმა რაც სიმაღლიდან საერთოდ ეს პანორამა ხედვა და ყველაფერი. მე პატარა ინციდენტი ადრე შემოთქვა შილდის აეროპორტში, ქარიანი ამინდი იყო და მეგობრის დელტაპლანი ჰქონდა წაღებული გამოცდას. მაგრამ აქ არაფერი მშვენიერი წყნარი ამინდი იყო, იქ რომ მივედი თან იმატა ისეთი ქარი რომ ფრენ არ შეიძლებოდა, მაგრამ ჭება მაინც მოვინდომეთ. რისკი იყო, მაგრამ და პატარა მომენტში ყურადღება მოვადუნე და ეს დაკოქილი მოტოდელტაპლანით ქარმა მიწაზევე გადამაყირავა უბრალოდ და პატარა ხელი ვიტკინე რა და ეგ იყო ერთადერთი ტრავმა რაც მე ჩემ პირადად შემოგვიდა. ყველაფერი იშვება წინა პერიოდთან შედარებით. ყველაფერია რომ მიტყვენ, მაგრამ ჭის მასალები ძვირია. აი ახლა რა ტიპის აპარატზე ხარ შენ და რამდენ ხანში შექმენი იგი? ეს რაღაც ასე ვთქვათ გამაბრაზეს რა ხალხმა ზოგიერთმა გამაბრაზეს კაი გაგებით ვამოყრო. აუ შენ ვერ გააკეთებ და ვერ გააკეთებ ძნელიაო იმათებონა მე ბოინგს ვაწყობდი ან რაღაც ასე ვთქვათ. მე ხე პატაცა ჭიჭინა მოტოციკლეტი უნდა გავაკეთო აერისა 13 და სერიოზული რაც მომეკვება მასალა ეს ხედავთ რომ ესე რაც კაბინა აქვს არაფერი კომფორტი არაფერი მოტოციკლეტია ოძღია ხო. კარგია რომ ესეთი ხალხი არსებობს და სტიმულს გაძლევს. და ცხოვრების ინტერესსაც გინერებს ასე ვთქვათ. რამდენი კაცი ხართ ამ საქმეში ჩართული? ასე ვთქვათ კახეთში ცოტა მრავლად თავად 5-6 კაცი ვართ ამ საქმით ენთუზიასტები. დაკავებულები. გვაქვს კონტაქტები დასავლეთის არიან რამოდენიმე კაცი რომლებიც ისინი ძირითადად მოტოდელტაპლანებს აკეთებენ კონსტრუირებას. ჩვენ ასე ვთქვათ ცოტა სერიოზული აპარატები გვაინტერესებს. სამომავლოდ გადაწყვეტილი მაქვს ორადგილიანი თვითფრინავს გაკეთება კერძოდ ბიპლანისა დახურული კომფორტული კაბინით.